საქართველოს მტრები, რომლებიც თავის თავს ეძახიან პროევროპულ ძალებს და ოპოზიციას ეძახიან თავის თავს, ეს ადამიანები სინამდვილეში არიან საქართველოს ოპოზიციაში და ქართველების ოპოზიციაში. ოპოზიციაში ყოფნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მტერი უნდა იყოს შენი ხელისუფლების. ოპოზიციაში ყოფნა იმას ნიშნავს ჩემი წარმოდგენით, რომ ოპოზიციიდან არ აძლევდე ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ დააზარალოს საზოგადოების და ქვეყნის ინტერესები და პირიქით ოპოზიციიდან უნდა უწევდე ჯანსაღ ოპონირებას და უნდა ეხმარებოდე ხელისუფლებას ოპოზიციიდან, რომ გააძლიეროს ქვეყანა და ხალხს მეტი სიკეთე მოუტანოს. ესენი პირიქით, ყველაფერს პირიქით აკეთებენ და დახმარების გარდა ხელს უშლიან, დახმარების მაგივრად ხელისუფლებას ხელს უშლიან იმაში, რომ ეს ქვეყანა უფრო გაძლიერონ და უფრო წარმატებულ საქართველოში რომ ცხოვრობდეთ. ეს ადამიანები ხელს უშლიან თავისი საქციელებით ამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და სწორედ თავიდან ბოლომდე მაგას ემსახურებოდა ამათი პოლიტიკა აი ამ წლების განმავლობაში. ესენი არიან ზედგამოჭრილი შულავერის კომიტეტი. არ ვაჭარბებ არაფერს, შულავერის კომიტეტი ზუსტად აი ამ პროჭებისნაირად წერილებს წერდნენ მოსკოვს, რომ შემოდითო და დაგვიხსენითო ჟორდანიას ხელისუფლებიდანო და ჩვენო აქ ვართო და აქ დაგვხდებითო. იგივეს აკეთებენ ესენი, ოღონდ მოსკოვის მაგივრად ბრიუსელს წერენ და ევროპელებს წერენ იგივე წერილებს, ზუსტად იგივე შინაარსის წერილებს. ამათი შინაარსი და შულავერის კომიტეტის შინაარსი ერთი და იგივეა ზუსტად. უბრალოდ მიმართვის სუბიექტებია სხვადასხვა. მაშინ იყვნენ რუსები და ეხლა ევროპელებს ეხვეწებიან, რომ მოდითო და დაამხეთო ეს ხელისუფლება და ეს ქვეყანაო. ზურაბიშვილი პირდაპირ წერილებს წერს ამერიკელებს, რომ რუსეთის წინააღმდეგო საქართველო გამოიყენეთო ბრძოლის ველადო. და არც ამას არ ვიგონები და ყველაფერი ხელის გულზეა და ვისაც აინტერესებს ძალიან მარტივად მოიძიება ეს ინფორმაციები. ერთადერთი ჯანსაღი ძალები ამ ქვეყანაში, რომლებიც ოპოზიციაში არიან, ეს არის გირჩი 36, რომელიც სამი კაცით იყო პარლამენტში წარმოდგენილი და იმ საგიჟეთს, რაც პარლამენტში ხდებოდა, აი ეს სამი კაცი თავისი პოლიტიკით ამსგავსებდა პარლამენტს და მართლა პოლიტიკას აკეთებდნენ და საგნობრივად შედიოდნენ სხვადასხვა საკითხების განხილვაში და შინაარსობრივად განიხილავდნენ სხვადასხვა თემებს. ეს ნაცები რა შვებოდნენ, ხტუნაობდნენ, მაიმუნებივით ხელებს უბრახუნებდნენ, ხან გარბოდნენ, ხან შერბოდნენ, ხან ჩხუბობდნენ, ხან ილანძღებოდნენ და იყვნენ ერთ ამბავში. აი ამ არასწორი ხალხის მაგივრად, რომ წესიერი ხალხი ყოფილიყოს ოპოზიციაში და ჯანსაღი ოპოზიცია რო გვყოლოდა, დღეს ჩვენი ქვეყანა 1000-ჯერ უფრო განვითარებული იქნებოდა, როგორც ეკონომიკის ამბავში, ისე ნებისმიერ საკითხში. ბევრად წინ ვიქნებოდით და ბევრად წელში გამართული სახელმწიფო იქნებოდა დღეს საქართველო, ვიდრე არის. აი ეს ფარჩაკები თავისი საქციელებით და თავისი პოლიტიკით ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქართველოს განვითარება შეფერხებულიყო, რომ არ შემოსულიყო ინვესტიციები და რომ ამ ქვეყანაში ყოველთვის რაღაცა რყევები და ჯანჯღარი ყოფილიყო. აი ეს არის ჩვენი ოპოზიცია სამწუხაროდ. ნამდვილი შულავერის კომიტეტი და ამათში არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, გირჩი 36-ს და კონსერვატორებს. ამიტომ უნდა გამოჩნდნენ ჯანსაღი ძალები ოპოზიციაში, რომ ამ ფარჩაკების ადგილი რო აღარ იყოს. უნდა შეივსოს ოპოზიცია პატრიოტებით და ამ ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი ადამიანებით და ისეთი ხალხით, ვინც
ამ ქვეყნის და ამ ხალხის მტრები არ იქნებიან და არც ევროპელებს არ მოთხოვენ, რომ მოდით და დაგვსაჯეთო, არც რუსებს და არც ირანელებს და არც არავის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა, ოპოზიცია უნდა ეხმარებოდეს ხელისუფლებას, რომ უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული სახელმწიფო ააშენონ და შექმნან. უნდა ხელისუფლებას ოპოზიციიდან აი ჯანსაღი ოპონირებით უნდა აძლიერებდეს და იმ თვალსაზრისით უნდა აძლიერებდეს, რომ არ უტოვებდეს უკან დასახევ ნაბიჯს და იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია ჯანსაღი წინადადებით მიმართავს ხელისუფლებას, ხალხი მართლა ბრბოლხო არ არის, ხო? გამოვიდოდა მთელი საქართველო და დადგებოდა ოპოზიციის გვერდით და ხელისუფლებას არ დარჩებოდა სხვა გზა გარდა იმისა, რომ აი ესეთი საკითხები გადაეწყვიტა ოპოზიციის და ამ ქვეყნის და ამ ხალხის სასარგებლოდ, ხო? ბოლო ჯამში, მაგრამ არა, ესენი ერთადერთი ამათი მოთხოვნა არის, რომ წადით თქვენ და უნდა მოვიდეთ ჩვენ ხელისუფლებაში და არ არის ეს ის ხალხი, ვისაც მოსახლეობა ნდობას გამოუცხადებს და ვისი გულისთვისაც გამოვა და ქუჩაში დადგება ასობით ათასი ადამიანი. ვიცით კარგად რა ნაგვებიც არიან და ამათ აი ეს ამბიციები არ უნდა აწუხებდეთ, ნამუსი რო ქონდეთ. ჭკუაც არ ყოფნით, რომ ადგნენ და მართლა ისეთი საკითხების გადაწყვეტა მოთხოვონ ხელისუფლებას, რომელსაც იძულებული იქნება ხელისუფლება, რომ გადაწყვიტოს და ქულები დაეწერებოდა ოპოზიციას, მაგრამ არა, ამათ ეს არ უნდათ, ამათ არ უნდათ ამ ქვეყნის სიკეთე და ამ ქვეყნისთვის კარგი ამ ადამიანებს არ უნდათ. იმიტომ ვიზახი, ესენი არიან გარედან მიღებული დავალებების შემსრულებლები. ერთ-ერთში არიან შულავერის კომიტეტის წევრები. შინაარსი ამათი და იმ კომიტეტის ზუსტად ერთი და იგივეა. უბრალოდ მიმართვის ობიექტებია სხვადასხვა. ისინი წერდნენ მოსკოვს, ესენი წერენ ევროპელებს და ამერიკელებს და ვიღაცებს. შესაბამისად, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გამოჩნდნენ ამ ქვეყნის პატრიოტები, სუფთა ადამიანები და დაიწყონ პოლიტიკის კეთება, რომ აი ამ ნაგავის ადგილი აღარ იყოს ამ ქვეყნის პოლიტიკაში და რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდნენ წარსულს.